მოგესალმებით. 27 ნოემბერს გვაქვს სავსე მთვარეობა ტყუპები მშვილდოსნის ღერძზე მე-5 გრადუსზე, თბილისის დროით 13 საათზე და 16 წუთზე ფონი კი აქ აქტიური იქნება 2 კვირის განმავლობაში. ცაზე არსებული ასპექტები, რომელიც ქმნიან კონფიგურაციას, არასტაბილურს და ცვალებად ხდის აქ საერთო ფონს, ემოციურობა პიკს აღწევს, გაურკვევლობა, არასტაბილურობა, საქმიანი კუთხით დაბრკოლებები წამოიწევს წინ. წამოწევს ასევე შეზღუდვებს, გადაადგილებებისაც, გზაზე სიფრთხილე იქნება აუცილებლად საჭირო. უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკების, საქმიანი კუთხით შესაძლოა არასტაბილურობა დაბრკოლების წინაშე დააყენოს ინდივიდი, ასევე სიფრთხილე იქნება საჭირო სახიფათო სიტუაციებთან, კამათთან და დაპირისპირებასთან. ამავე დროს ამ ყველაფერთან ერთად სავსე მთვარეობის ფონს ემატება ტყუილების, იმედგაცრუების, თვითმოტყუების ალბათობები, რასთანაც ფრთხილად უნდა იყოთ. მოლაპარაკებებთან, საბუთებთან, უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებულ საკითხებთან გადაამოწმეთ ყველა საბუთები, კონტაქტები ყურადღებით. სავსე მთვარეობის წინა და მომდევნო დღეს განსაკუთრებით ფრთხილად გავიაროთ ეს პერიოდი, მეტ შანსებს და შესაძლებლობებს მისცემს ვერძებს, ლომებს, სასწორებს და მერწყულებს, გმართებს, ტყუპებს, მშვილდოსნებს, ქალწულებს და თევზებს. ამ კვირის რთული დღეები კი იქნება 27, 28 და 3 დეკემბერი. ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დაახასიათებას, რაც შეეხება მე ღერძულად განვიხილავ ვერძის სასწორი. თქვენთვის ეს პერიოდი გაძლევთ თქვენი კონტაქტების, ახლო ადამიანებთან დაძაბული სიტუაციების მოგვარების შანსებს, დაწყებული საქმეები, რომელიც ეხებოდა თქვენს გადაადგილებას, უცხოეთის თემებს, კონტაქტებს, საბუთებს შეგიძლიათ სისრულეში მოიყვანოთ, რადგან ეს პერიოდი თქვენთვის ძალიან კარგი შანსების და შესაძლებლობის მომცემის შესაძლებელია იყოს. ასევე ურთიერთობებში შეგიძლიათ მოლაპარაკებები, კურო მორიელი, ფინანსური თემები იქნება თქვენთვის აქტიური, ბიზნეს საკითხები, ის პასუხისმგებლობები, რაც გქონდათ აღებული საქმიანი კუთხით და ვერ აგვარებდით, გაძლევთ ეს პერიოდი იმის საშუალებაზე, რომ სისრულეში მოიყვანოთ. მთავარია არ აყვეთ ემოციებს და ნუ იქნებით ექსტრემალურები. პასუხისმგებლობით მიუდექით ყველა საქმეს, მაგრამ საერთო ფონით გათვალისწინებით მაინც ქაოსურობას მოერიდეთ. ტყუპები მშვილდოსანი თქვენთვის ურთიერთობის, საკუთარი თავის გამოვლინების, ჯანმრთელობის თემებს შეეხება ეს პერიოდი, ემოციური ფონი თქვენთან მაღალია, კონფლიქტურობის თემებიც, რასთანაც უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად და სტრატეგიულად მოქმედება უნდა განახორციელოთ ამ პერიოდში, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაბრკოლებები და არასტაბილურობა. აქ მოტყუების ალბათობებიც ძალიან მაღალია. კირჩხიბი, თხის რქები, თქვენთვის გადაფასების, თქვენი შიშების დაძლევის, ემოციურად არასტაბილური პერიოდი შესაძლებელია იყოს, კირჩხიბებთან შესაძლოა თავი იჩინოს შიშებმა, გაურკვევლობამ, სასურველია ეს პერიოდი განთავისუფლდეს ტოქსიკური ურთიერთობებისგან, ნუ ენდობით დიდად ამ პერიოდში ადამიანებს, თხის რქებმა კი მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან, თქვენს ყოველდღიურობასთან, გადახედეთ თქვენს ყოველდღიურ საკითხებს, მეტი პრაქტიკულობა გამოიჩინეთ, კარგია ორივე ზოდიაქოს ნიშანი, დაკავდეთ მედიტაციით, ვარჯიშებით და სწორი კვებით. ლომები, მერწყულები, თქვენთვის იმ იდეების, საქმეების, ერთიანი პროექტების ბოლომდე მიყვანის პერიოდია, ურთიერთობები როგორც საქმიანი, ასევე სასიყვარულო. ქალწული თევზები თქვენთვის როგორც სახლში, ასევე სამსახურში პრობლემური პერიოდი შესაძლებელია იყოს, იმიტომ არ აყვეთ კონფლიქტურობას, რადგან ამის ალბათობები მაღალია. შეიძლება წამოწიოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები თევზებთან, ხოლო ქალწულებისთვის ფრთხილად იყავით უფრო მეტად სამსახურში დაპირისპირებასთან, ტყუილთან, იმედგაცრუებასთან. წარმატებები ყველას, გამოიწერეთ და დამილაიქეთ ჩემი გვერდი, რადგან ბევრ საინტერესო